ზამთრის კურორტები სვანეთი, ბაკურიანი და გუდაური წელსაც ათასობით სტუმარს მასპინძლობს, თუმცა სასიამოვნო დასვენებისა და გართობის მიღმა ხშირად საფრთხეც იმალება, რომელსაც ტრასებზე დაზიანებული ადამიანი შეიძლება გადააწყდეს. აქ მთავარი პრობლემა ძირითადად არა მაშველების მუშაობა, არამედ ის გზაა, რომელიც დაშავებულის კლინიკამდე მიყვანა სჭირდება. სოციალურ ქსელებში შეხვდებით ისეთ ვიდეოებს, სადაც ჩანს კილომეტრიანი საცობი, რომელიც ხშირად შესაძლოა სწორედ სასწრაფოს გადაადგილებას აფერხებდეს. ხოლო ერთ-ერთი პოსტის ავტორი იმასაც ამბობს, რომ ადგილობრივი სამედიცინო პუნქტი სეზონზე გაზრდილ ნაკადს ფიზიკურად ვერ აუდის. ჩემი შვილი, რომელიც არის 10 წლის, ძალიან კარგად სრიალებს თხილამურზე უკვე 5 წელია. ჩვენ მოვსრიალებდით საკმაოდ რთულ მთაზე და მას დაეჯახა, გაიტანა ასე ვთქვათ და რამოდენიმე მეტრი ძალიან ციცაბოდ აღმართზე იგორავა დიდ ზასრულ ადამიანთან ერთად, რომელიც მოქროდა მთაზე. მან არ იცოდა არც მოხვევა, არც გაჩერება. ძალიან სწრაფი რეაგირება ჰქონდათ მაშველებს. იქაც რომ მივედით საავადმყოფოში, იცით როგორ გამიკვირდა, რამდენი ადამიანი იყო, იცით ტრავმებით, მოდიოდნენ თვითონ მოყავდათ სასწრაფოს და იყო რენტგენზე უზარმაზარი რიგი და ამ რენტგენზე რიგითობით კი არ უშვებდნენ ხალხს, არამედ სიმძიმის მიხედვით. ეგ საავადმყოფოს წარმომადგენელი იდგა და ვისაც ყველაზე რთული შემთხვევა ჰქონდა, იმას წინ უშვებდა, რომ რაღაცა გვიანი დიაგნოსტიკა არ მომხდარიყო. ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი იყო აი ზუსტად ამის თქმა მინდა კიდე რომ რამდენად მნიშვნელოვანია სამთო სათხილამურო კურორტებზე, სადაც დიდი რისკია ტრავმების, იყოს სამედიცინო, ყველა ის სამედიცინო სერვისი, რაც არის დაკავშირებული ამ ტრავმებთან. ძალიან მნიშვნელოვანია მთაზე მოთხილამურეების უსაფრთხოებისთვის, აი ეს მონიტორინგი სკიპატრულის მხრიდან, რაც ერთის მხრივ მოგცემს იმას, რომ თაგახდება უფრო უსაფრთხო და მეორეს მხრივ სამედიცინო პუნქტზე და სერვისებზე დატვირთვა იქნება უფრო ნაკლები. სანამ დაშავებულ კლინიკამდე მივა მას კილომეტრიანი საცობების გადალახვა უწევს. საერთაშორისო გამოცდილება მაგალითად ალპებში გულისხმობს სპეციალურ საევაკუაციო დერეფნებს და მრავალ პროფილურ ცენტრებს, უშუალოდ კურორტის სიახლოვეს, რადგან ეგრეთ წოდებული ოქროს საათი, ანუ დაზიანების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი დრო არ დაიკარგოს. საქართველოში კი ინფრასტრუქტურა გაზრდილ მოთხოვნას ჩამორჩება. 28 დეკემბრიდან ვართ ხოლმე ესეთი ძალიან მობილიზებულები, ყველა სამსახურები, რომ გაუმკლავდეთ იმ საცობებს, რაც უკვე ბორჯომის ხიდიდან იწყება ხოლმე და ბაკურიანში წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა შარშან და რაღაც დიდი იმედი გვაქვს, რომ ესეთი დიდი დატვირთვა არ იქნება ამ წელს, არ ვიცი. დაემატება წელს ტრავმატოლოგების რიცხვი, აპარატურა არის, იქნება მუცლისღრუს ქირურგი, ეხოსკოპისტი, ან ოპერაციები ჩვენთან არ კეთდება. დაემატება კატასტროფის მანქანა, სასწრაფოს ბრიგადები, რომ ამ მხრივ იყოს მაქსიმალურად გამართული ბაკურიანის საავადმყოფო. რაც შეეხება პატრულთან მიმართებაში, კი ბატონო, ამასაც მოგახსენოთ, რომ წელს უკვე იქნება სკი პატრული, რომელიც უფრო უსაფრთხოს ქმნის მთის ტრასებზე სრიალს. ვიდრე სახელმწიფო ახალ კლინიკებსა და გზებს დაგეგმავს, უსაფრთხოება ისევ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობად რჩება. თოვლიან ტრასებზე ყოველი წამი გადამწყვეტია. დახმარება კი ხშირად საცობშია გაჭედილი. იმედია მომავალ სეზონს კურორტები უფრო მომზადებულები შეხვდებიან. მანამდე კი გამოიჩინეთ სიფრთხილე.